წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ნინო ხარატიშვილის ლომგულები. წიგნის მიმოხილვა. ნინო ხარატიშვილის ლომგულები გამორჩეული ნაწარმოებია, რომელიც თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტექსტად შეიძლება ჩაითვალოს. წიგნი გვთავაზობს რამდენიმე პარალელურ თხრობას, რომლებიც ერთ უნივერსალურ თემაში ერთიანდება, ბედნიერების ძიებასა და იმედის ძალაში. თხრობა იწყება ბანგლადეშში, სადაც 8 წლის ანანდი ფაბრიკაში მუშაობს და სათამაშოებს კერავს. მისი ცხოვრება მძიმეა, მაგრამ სული ოცნებებით სავსე. ანანდის ისტორია გადაიხარება სხვა ბავშვების ცხოვრებასთან, ემასთან გერმანიიდან, ზულასთან სენეგალიდან, ამრისთან მალიდან, იუანესთან ბულგარეთიდან და ლუიზესთან საფრანგეთიდან. ყველა მათგანი განსხვავებულ სოციალურ კონტექსტშია მოქცეული, თუმცა ყველას აკავშირებს ერთი საერთო ხაზი, გაბრეცილთვალიანი ლომის გზა, რომელიც პულში სათამაშოებიდან იმედისა და კავშირის სიმბოლოდ იქცევა. ხარატიშვილი ოსტატურად აგებს თხრობას, სადაც თითოეული პერსონაჟის ისტორია ცალკე სრულფასოვან სივრცედ იშლება და თავისი ტკივილებითა და სიხარულით ავლენს თავს. ემა, პრივილეგირებული გერმანელი გოგონა, თავის მდიდრულ ოთახში აღმოაჩენს, რომ ნივთებმა ვერ შეძლო შეეվსო ემოციური სიცარიელე, რომელიც მშობლების გაყრამ მოიტანა. მისი გადაწყვეტილება გაუნაწილოს თავისი ქონება აფრიკელ ბავშვებს არა მხოლოდ კეთილშობილების ჟესტია, არამედ სამართლიანობის და ჭეშმარიტი ღირებულებების ძიების მცდელობაც. ზულასა და კიანოს ისტორია ვითარდება სენეგალში, სადაც სოციალური უსამართლობა და გარიყვა ბავშვის სულს დღითი დღე აზიანებს. ზულასთვის, რომელსაც კუდიანს უწოდებენ და იზოლაციაში აქცევენ, ლომი ერთადერთი მეგობარი და დამცველი ხდება. ამარისა და იოანეს შეხვედრა ესპანეთის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე ემოციურად მძლავრი ეპიზოდია წიგნში. ორი ბავშვი განსხვავებული კულტურიდან და ტრამვით დატვირთული ერთმანეთს ზღვისპირას პოულობს. მათი დიალოგები, სადაც ლომი და სპილო ლაპარაკობენ, ბავშვური წარმოსახვის თამაშია, რომელიც შისა და მარტოობას ამსუბუქებს. სათამაშოების ზღვაში გაშვება კი სიმბოლურად ნიშნავს, რომ ახლა მათ ერთმანეთი ყავთ, რეალური ადამიანები და არა თოჯინები. ლუიზეს, ახალგაზრდა ფრანგი პიანისტის ისტორია, ავლენს შინაგან მარტოობას, რომელიც წარმატებასა და აღიარებას ახლავს. მისი შეხვედრა ფოტოგრაფ ალექსისთან აჩვენებს, როგორც შეუძლია ერთ ხელოვანს მეორის დახმარება, არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ადამიანურად. ლომი, რომელსაც ლუიზე პორტში პოულობს, მისი თილისმა ხდება და მთელ ქსელს აკავშირებს. ინდოეთის ეპიზოდი, სადაც ტყუპები სუროგატი დედის მუცელში ერთმანეთს ელაპარაკებიან, ფსიქოლოგიურად ყველაზე ღრმა ნაწილად გვევლინება. ან ჯერ კიდევ აშვებულ ტყუპებს, რომლებსაც თითქოს კოსმიური ცოდნა აქვთ, მალე დავიწყება და ახალ რეალობაში დაბადება ელით. მათი დიალოგი, მათი მომავალი ურთიერთობების წინასწარმეტყველებად გვესახება, როგორ დაიცავენ ერთმანეთს, როგორ იჩხუბებენ და შერიგდებიან. წიგნის ცენტრალური მოტივი ლომია, მობრეცილთვალიანი პულშის სათამაშო, რომელიც კონტინენტებს შორის გადაადგილდება და აკავშირებს ბავშვებს, რომლებიც არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს. ლომი იმედის მეტაფორაა, რომელიც არ წყდება, მიუხედავად გზის სიგრძისა და სირთულისა. ის ლომგულის პატიოსანი სიტყვის მატარებელია, დაპირების, რომელიც ნებისმიერ საზღვარზე და უსამართლობაზე ძლიერია. ხარატიშვილის ენა პოეტური და დამაჯერებელია. იგი არ ერიდება რთულ თემებს, მიგრანტთა საფრთხეს, ბავშვთა შრომას, ადამიანების ვაჭრობას, სუროგაციას, სოციალურ განშორებას. თუმცა მისი თხრობა არასდროს ხდება ბნელი ან უიმედო. პირიქით, იგი ადამიანების სულში არსებულ შუქს გამოკვეთს, რომელიც სიბნელეში კიდევ უფრო ძლიერად ანათებს. ლომგულები ის წიგნია, რომელიც გვასწავლის ემპათიას, გვაფიქრებს გლობალურ ურთიერთობაზე და გვიჩვენებს, რომ სიყვარული და კავშირი უნივერსალური ძალებია, რომლებიც საზღვრებს არ ცნობენ. ეს არის თხრობა იმედზე, რომელიც გადადის ხელიდან ხელში, გულიდან გულში, მსოფლიოს ერთი კიდიდან მეორემდე. ნინო ხარატიშვილის ლომგულები ის ნაწარმოებია, რომელიც დიდხანს რჩება გულში და გვაიძულებს სამყაროს სხვაგვარად შევხედოთ, თბილი, თანგრძნობით სავსე და იმედიანი პერსპექტივით. პროექტზე მუშაობდა ვახტანგ კიბირია.